ესეთი გამოვლენებებიც ხდება, ანუ პოლიტიკა ისეთი რამეა, ყველაფერს ითავსებს და ასე განაცხადა ბატონმა ბოჟაძემ. დალოცა ამერიკა და დალოცა საქართველო. მოკლედ, პირველ რიგში მინდა დავიწყო ანუ ორ ნაწილად მინდა ეს ვიდეო ლაივი გავყო, ნაწილი პირველი, რომელიც ესე იგი ჩემო კარგებო, თუ შეიძლება კითხვები ბოლოსკენ ყველამ აი დააგროვეთ კითხვები, თუ შეიძლება პროცესში თუ შემოწყვეტიებთ და ბოლოსკენ, როდესაც დავასრულებ, აი თუნდაც პირველ თემას დავასრულებ, დასვით კითხები და მე მეორე თემას და შემდეგ მოგესალმებით ყველა მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. აუცილებლად გაგცემთ მაგ კითხვასთან დაკავშირებითაც სამცხე ჯავახეთში ალავიტების დასახლების საკითხს. სირიელი ტოლვილების შემახსენეთ ბოლოსკენ. მოკლედ, ფაქტია ის, რომ მიმდინარეობს ესე იგი მოლაპარაკებები, როგორც დაიწყო რუსეთს და ამერიკას შორის და აი ბევრს ჰქონდა იმის განცდა, ახლა კი არა, რამდენი ხანია ჰქონდათ იმის განცდა, რომ აი ტრამპი მოვიდა, 24 საათში ომი გაჩერდება, მშვიდობა დადგება, ყველაფერი კარგად იქნება, ასე იქნება, ისე იქნება და ну, მოკლედ მთელი საგიჟეთი რა, რომელიც წიოდა და კიოდა საქართველოში უკვე გადაწყვეტილი რო ეგონათ ყველაფერი ასე იქნება და ისე იქნება. მაშინაც ვამბობდი, ახლაც ვიმეორებ, რომ საერთოდ ქართულ საზოგადოებაში ეს პოლიტიკური ამბები არის ძალიან შორს რეალობიდან, იდიოტური წარმოდგენები არსებობს ყველაფერთან დაკავშირებით. ამიტომ ერთი რეალობა რაც არსებობს, ომს სულელებიც მარტივად იწყებენ, მაგრამ მე 1000 ბრძენი ვერ ასრულებს მალე. ამიტომ მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ტრამპის სიბრძნის დონეს და დღევანდელი პოლიტიკოსების სიბრძნის დონეს, მით უფრო ეს ომი არ გაჩერდება კიდევ ძალიან დიდ ხანს. მე მინდა ეს ხაზგასმით უთხრა იმ ადამიანებს, იმიტომ რომ ბევრს მართლა გონია, ბევრი განიცდის, ბევრი ფიქრობს. არსებობს ომი, პროცესები მიმდინარეობს, ანუ ის სისხლიანი პროცესები, რომელიც ახლა ბევრისთვის ტრაგიკულად აღსაქმელია ეს ყველაფერი და მართლაც ასე უნდა შეხედო ამ ყველაფერს, რომ ტრაგიკული მოვლენები ვითარდება, მაგრამ არის მეორე რაღაცა, იცით? ეს არის ძალიან საინტერესო მოვლენები მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, ყოველ 50 წელიწადში, დაახლოებით შეიძლება 30 წელიწადში ხდება რაღაც გეოპოლიტიკური ტექტონიკური ცვლილებები, როდესაც ხდება გადანაწილება, საზღვრების ცვალებადობა. მიმდინარეობს ეს პროცესები და ეს პროცესები მიმდინარეობს პირველ რიგში უკრაინაზე და არა მარტო უკრაინას შეეხება თავისთავად ეს ყველაფერი, დანარჩენი მის ირგვლივ რაც ხდება, ეს ყველაფერი არის უბრალოდ მიმდინარე პროცესების ასე რომ ვთქვათ, ინტერპრეტაცია ერთი მხრიდან მეორე მხრიდან და თუ მართლა აინტერესებს ადამიანს, რომ აი რეალურად როდი შეიძლება ეს ომი დამთავრდეს, მაშინ უნდა შეხედოს რეალურად ერთი მხრის და მეორე მხრის სურვილს. არის სურვილი ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, თუ სურვილი არა, ამ შემთხვევაში არსებობს მეორე ფაქტორი, თუ კი ერთი ძალა მეორე ძალას დაძლევს. ამ მომენტისთვის პირველ რიგში შეიძლება ის ითქვას, რომ აი სურვილი იმის რომ ომი დამთავრდეს, პირდაპირ უნდა ითქვას ეს ყველაფერი, არ არის არც ევროპელების მხრიდან და არც რუსების მხრიდან. არ არის. ნუ რუსები შეიძლება ღიად კი ამბობენ, რომ კი ჩვენ გვინდა, ასე გვინდა, ისე გვინდა, ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად მათ ეს სურვილი არ გააჩნიათ. რატო არ გააჩნიათ ეს სურვილი? ეს ცალკე თემა არის. იმიტომ რომ ის მიზნები და ის ამოცანები, რომელიც დაიცახა რუსეთმა და რუსულმა არმიამ, სანამდე ის მიზნები არ იქნება მიღწეული, საბრძოლო მანქანა არ გაჩერდება. არ გაჩერდება ეს, იმიტომ რომ კარგად იციან, რომ ახლა რო ეს გაჩერდეს, ამას მომდევნო პროცესები მოყვება. და რუსების მხარე წარმოიდგინეთ, ახლა თქვენ ნებისმიერმა წარმოიდგინეთ თქვენი თავი. თქვენი ქვეყანა წარმოიდგინეთ. როდესაც პროცესები მიმდინარეობს პირიქით რუსეთის სასარგებლოდ, ბრძოლის ველზე, აი გადახედეთ, აი ბრძოლის ველს გადახედეთ რა ხდება. დღეს საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებული ის მიმართულება, რომელიც მიმართულებაც კურსკის ოლქს შეეხებოდა და აი ტაშფანდურს რო უკრავდნენ საქართველოში, რომ უკრაინა რუსეთში შეიჭრა და მალე იქნებოდა მოსკოვში.